როგორ მოწმდება წინასწარმეტყველება ბუნებრივი ინსტინქტების ფონზე და ამის აღმოჩენის რამდენიმე წესის შესახებ. ჩვენ თავად ელემენტები გვასწავლიან ფატალური მოვლენების მოახლოების შესახებ. აქედან მომდინარეობს წინასწარმეტყველებისა და მკითხაობის 4 სახეობა: გეომანტია, ჰიდრომანტია, აერომანტია და პირომანტია. პირველი არის გეომანტია, რომელიც მომავალს მიწის მოძრაობის მეშვეობით წინასწარმეტყველებს, რომელთა შორის ყურადღება ექცევა მიწის ხმაურს, ბიძგებს. ჰიდრომანტია წინასწარმეტყველებს წყალზე მომხდარი მოვლენების მიხედვით, რომელშიც შედის ღვარცოფი, ცუნამი, წყლის ქარიშხლები და მსგავსნი. ამას ემატება ხილვები, რომლის დანახვაც წყალშია შესაძლებელი. აერომანტია ეკუთვნის წინასწარმეტყველებას ჰაერზე დაკვირვების გზით. ამაში შედის ქარები, ცისარტყელები, მთვარის და ვარსკვლავების წრეები, ნისლები, ღრუბლები და ჰაერში წარმოჩენილი ხილვები. პირომანტია ეხება ცეცხლის ელემენტის წინასწარმეტყველებებს, კომეტების გრძელ კუდს, ვარსკვლავთა ქცევას და ცეცხლში დანახულ ხილვებს. არსებობს გარკვეული სახის მკითხაობა სიზმრების მეშვეობით, რომელიც დადასტურებულია ფილოსოფიური ტრადიციებით, ღვთაებრივი ავტორიტეტებით, ისტორიული მაგალითებით და ყოველდღიური გამოცდილებით. აქ მე სიზმარში არ გულისხმობ ამაო სიზმრებს ან უსაქმურ წარმოსახვებს, რადგან მათში არანაირი მკითხაობა და წინასწარმეტყველება არ დევს. ისინი მხოლოდ გონებისა და სხეულის ქაოსური მოქმედებების შედეგად წარმოიქმნება. სიზმარში გულისხმობ ხილვას, რომელიც გამოწვეულია ზეციური გავლენებით, რომელიც ეკუთვნის ერთდროულად სამშვინველს, გონებას და სხეულს. სიზმართა ინტერპრეტაციის შესახებ მრავალი ასტროლოგის შრომებში ვცლად ხვდება ინფორმაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სიზმრის ინტერპრეტაციას ახდენს სხვა ადამიანი, მისი გაგების ხარისხისა და განწყობის მიხედვით. სწორედ ამ მიზეზით სიზმრების ინტერპრეტაციისთვის თითოეული ადამიანისთვის ერთი საერთო წესის მიცემა შეუძლებელია. სიზმრები მეტად ეფექტურია მაშინ, როდესაც მთვარე დაბადების ნიშნიდან მეცხრე ნიშანში იმყოფება. იგულისხმება პირად რუკაში დაბადებისას მთვარის ნიშანი და მისგან მეცხრე ზოდიაქო. ხილვებს არამატო მძინარენი ხედავენ, არამედ სრულიად მხისგან მდგომარეობაშიც. ხშირად ასეთი ხილვა უკონტროლო და ძრწოლის მომგვრელია, რომელიც იწვევს აღშფოთებას და სიგიჟეს. არისტოტელე იმოწმებს, რომ ასეთი ხილვები მომდინარეობს მელანქოლიური განწყობიდან. ასეთ დროს ადამიანი იმდენად სერიოზულია, რომ უფრო ადვილად იღებს პლანეტარულ გავლენებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.